გამარჯობა. ეხლა დღეს მივიღუპები სახელმწიფო უშიშროების შენობის წინ, იესუსის წინ. დღეს შევიტანე განცხადება საჩივარი თანდათული მტკიცებულებებით ერთ-ერთ ადამიანს ღირსეულ კაცს ვიცავ, რომელიც თავის სამსახურის უფროს არის გადაკიდებული, ესე ვთქვათ, და ყალბი მტკიცებულებებით უჩივლა მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოში. ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ თვითმკვლელობაც კი ცადა და მომხდარ ფაქტზე არის დაწყებული გამოძიება, მერე ჩაატარა ექსპერტიზა და აღმოჩნდა საერთოდ უდანაშაულო არის. და მთელი ამ სტრუქტურის მე რომელზეც ვსაუბრობ არის წევრები, წინასწარ დეტერმინირებული განზრახვით ჩაიდინეს ეს დანაშაული. მომხდარი ფაქტი არის უმძიმესი დანაშაული. პროკურატურას არაერთხელ მივწერეთ, პროკურატურა ამ უწყების თანამშრომლებს ასე ვთქვათ ხარველობს. პროკურატურის მიმართ გვაქვს პრეტენზიები და სამართლებრივი არგუმენტები და შესაბამისად დღეს მიმართ ეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, როდესაც ადამიანს გადაეკიდება თავისი სამსახურის ხელმძღვანელი, ესე ვთქვათ, და უჩივლის ყალბი დოკუმენტები თავში დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში და უჩერებენ საქმიანობის უფლებას რამდენიმე წლით. ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც უმკაცრესად უნდა იქნეს დასჯილი. ეს არის სახელმწიფოს ღალატი. და ვითხოვ ამ ფაქტზე სახელმწიფომ შეისწავლოს და დამნაშავე პირები დასაჯოს. ესე იგი, რატოა სახელმწიფოს ღალატი, მაგასაც აგიხსნით ახლა და რატო თუ? როდესაც ხარ საჯარო მოხელი ან საჯარო მოხელთან გათანაბრებული პირი, შენ ვიღაცა პიროვნულად არ მოგწონს და ამის გამო ყალბი დოკუმენტებით უჩივი ხარ ამ ადამიანს და საქმეს უკერავ შენივე დაქვემდებარებაში მყოფ დისციპლინარულ ორგანოში. უდანაშაულო ადამიანი თვითმკვლელობამდე მიყავს, ეს არის დანაშაული, რაც ჩემ დასაქმეს ყოფს გაუკეთეს. და ამ შემთხვევაში პროკურორები, სამართლებრივი სისტემა მას ფარველობენ. და ეს არის ეს ფაქტები, მომხდარი ფაქტი არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, არაერთი თანამდებობის ბოროტად გამოყენება, პროფესიული ნიშნით დევნა შეიძლება შევარქვათ და ასე შემდეგ. და ასეთ შემთხვევები მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია მსხვერპლი. მსგავსი შემთხვევების მსხვერპლი ბევრი ადამიანი მყავს საქართველოში. და როდესაც ესეთი რამე ხდება, პროკურატურა, როდესაც ან შესაბამის ძალოვანი სტრუქტურა არ რეაგირებს სათანადო, აი სწორედ ამ ფაქტებს ვთვლი მე სახელმწიფოს ღალატად. ესეთი ადამიანები მე ვფიქრობ, არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზე.